გამარჯობათ. მეგობრებო, დღეს უნდა ვისაუბროთ სიყვარულზე, ფენშუის მიხედვით. დაგელოდებით, როდის შემოხვალთ და დავიწყებ საუბარს. ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრი კითხვა მომდის პირადში, პირად კონსულტაციებს ესე არ გავდივარ. ფასიანია, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ სათითაოდ რო არ აგიხსნათ, სად რა როგორ უნდა გააკეთოთ, ჩამეტარებინა ეს სემინარი, სადაც ბევრ ამას აგიხსნით და ძალიან საჭიროა, რომ იცოდეთ. დაველოდებით თქვენ შემოსვლას, განახებთ რაღაცებს, კიდევ ისი გათვალისწინება შეგვიძლია და დაგვეხმარება ფენშუი აუცილებლად რომ დავარეგულიროთ ჩვენი სიყვარული, ჩვენი ურთიერთობები, მეუღლე იქნება, მომავალი მეუღლის მოსაზიდად რა შეგვიძლია გავაკეთოთ და მომესალმეთ, ვინც ხართ შემოსული, რადგან სიყვარულზეა საუბარი, ბევრი გულები გამოუშვით, ენერგია გაუშვით კომენტარების სახით. ძალიან საჭირო არის ეს, როდესაც ენერგიას უშვებთ რამეში, ეს სიყვარული ყოველთვის ბრუნდება. ასე რომ ჩვენი ლაივში გულების ენერგია გაუშვათ და ვისაც კარგად გესვით, მომწერეთ, მითხარით 10-იანით შემიფასეთ თუ კარგად ისმის. დაველოდები მე თქვენ პასუხებს. ყოველთვის აი ციტრაკენით ეცადეთ, ძალიან ისეთი არის სიყვარული. მარტო ქალვაჟის სიყვარულზე არ არის საუბარი. თუ გინდათ ეს სიყვარული დაგირეგულირდეთ, თუნდაც თქვენ რჩეულ ადამიანთან, თქვენ უნდა გასცეთ უსაზღვრო, შეუფასებლად დიდი სიყვარული. უცხო ადამიანების მიმართ ენერგიები გასცეთ, აი ძალიან მარტივ რამეს გეტყვით. როდესაც ტრანსპორტში ზიხართ, სრულად უცხო ადამიანების ზიან, ზოგი რას აკეთებს, ზოგი რას აკეთებს. თქვენ მათ სათითაო ადამიანს გაუგზავნეთ თქვენი სიყვარული. გაუგზავნეთ და წარმოიდგინეთ, რომ გულიდან გამოდის ეს ლამაზი ნათელი ფერები. ყველა სხვადასხვა ფერში წარმოიდგენს ამას, მაგრამ ოქროსფერი იყოს, თქვა, თუ შეძლებთ ამას, ზოგსიას ამის ფერი გამოსდის. გამოუშვით და აი ამ ადამიანებს გაუგზავნით, ესე მიაწოდეთ ეს სიყვარული, ეს ყველაფერი ბრუნდება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. ჩვენ გვიყვარდეს უცხო ადამიანები, გვიყვარდეს პლანეტა დედამიწაზე ყველა ცოცხალი სულიერი არსება. გვიყვარდეს მცენარეებიც, გვიყვარდეს ხეებიც, ცხოველები, ფრინველები, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. უნდა ისწავლოთ დაფასება სიცოცხლის. აქედან მოდის სიცოცხლიდან მოდის სიყვარული. როდესაც ამას აფასებს, უკვე სიყვარულში გადაგდის. როგორ ვთქვათ, პატარა ლეკვი რო ყავს და უვლი. სიცოცხლეს ხო აფასებ, გიყვარდება. და აქედან მოდის ყველაფერი. შემდეგ ეს გიბრუნებს, ხო? თუ მაგალითად ცხოველს მოექცევით ცუდად ურტყა, რა თქმა უნდა აგრესიული არის. მაგრამ რაშიც სიყვარული ჩაგიდიათ, მიგიღიათ სიყვარული? ასე რომ მიიღებთ, არ არსებობს რომ არ მიიღოთ სიყვარული. ამიტომ გავუშვით ჩვენს ლაივში სიყვარულის ენერგიები, ბევრი გულები გამოუშვით, შეივსოს ენერგია, როდესაც იქნება უკვე სიყვარულის, ერთმანეთს გაუგზავნეთ ჯგუფის წევრებმა, თუნდაც ეხლა გულის სახით უცნობ ადამიანებს სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ისე გადის ზოგჯერ დღეები, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ეუბნებიან, მე შენ მიყვარხარ. ეს ძალიან მარტივი არის. თქვენ შვილს უთხარით, თქვენ მცენარეს უთხარით, თქვენს საყვარელ ადამიანებს უთხარით, დედას უთხარით, ყველას უთხარით. ცუდ მეზობელსაც უთხარით, იმიტომ რომ მისგანაც მე დადებითი წამოვა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და თქვენ ამაში რომ ენერგიას ჩადებთ, სიყვარულის ენერგიას, ეს სიყვარულის ენერგიით დაბრუნდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთი ყოველთვის გიყვარდეთ, პატივისცეთ
ყველას პოსტის შეცდომები ხდება ყველაფერი, მაგრამ თქვენ თუ მაქსიმალურად ყოველთვის პოზიტიურად იქნებით დამოკიდებული, პოზიტიურად გიქნებათ განწყობა, პოზიტიურად იფიქრებთ და ყოველთვის ეცდებით რომ აპატიოთ ადამიანს და მაინც სიყვარული დაუბრუნოთ, თქვენ სიყვარული დაგიბრუნდებათ. და თან დიდი სიყვარული შეიძლება მოულოდნელად ზოგჯერ ადამიანებისგან ვიღაცა კონკრეტული ადამიანებისგან ხვარველი ჩვენ სიყვარულს მაგრამ ჩვენ გავაგზავნოთ იმას ძულხარ არ ძულხარ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გავაგზავნოთ სიყვარული ეს ხვანაირად დაბრუნდება კოსმოსი ძალიან დიდია სამყარო დიდია ისრუტავს აი როგორც გუკარო ისრუტავს წყალს აი ესე ამოისრუტავს და შემდეგ ამას წურავს და ეს მოდის ეს უკვე როგორი სახით წამოვა ჩვენ ხო არ ვიცით რაც უფრო მეც გასცემ სიყვარული წამოვა და რაც უფრო მეტ აგრესიას გასცემ რაც უფრო მეტ ცუდ ნეგატივ ჭორაობას ეს ყველაფერი დღეს შეიძლება რაღაც სასწაულის სახით დაგატყდეს ამიტომ მაქსიმალურად სიყვარული უნდა სიყვარულს სწავლა უნდა საერთოდ მარტო ის არ ნიშნავს სიყვარულს რომ ვიღაცა უგონოდ შეგიყვარდათ და მასზე გიждდებით და ჩემი შეყვარებულია ჩემი მეუღლე და მე ის მიყვარს ეს არ არის სიყვარული სიყვარული არც ყველაფერი გიყვარს დედამიწაზე და ყველა გიყვარს დედამიწაზე ზუსტად მაშინ იღებ სასურველ სიყვარულს და არა ხართ თქვენ ვალდებული თქვენ ძალიან გიყვარდეთ და სიგიჟემდე გადაგეკეტოთ ვინმეზე ჭკუა აუცილებლად ეს სიყვარული უნდა იყოს ორმხრივი აუცილებლად არის ეს მნიშვნელოვანი. არასოდეს არ უნდა ჩამოეკიდოთ სიყვარულს კისერზე, არასოდეს არ უნდა დააძალოთ არავის სიყვარული. ეს უნდა ხდებოდეს ყველაფერი თავისით. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ამით დაბლოკოთ თქვენი ნამდვილი სიყვარული. თქვენ შეიძლება ამით დაბლოკოთ და დაკარგოთ თქვენთვის ძალიან ბედნიერი მომავალი დღეები და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არავის არასოდეს არ უნდა ეხვეწოთ ცხოვრებაში თუ სამაგიერო სიყვარულს არ გიბრუნებთ ის ადამიანი. ფენშუიში სანამ ეხლა ამში გადასვისაუბრებ ფენშუიში პირველ რიგში ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას სიყვარული მოდის სახლიდან, თქვენი პირადი გარემოდან, თქვენ პირადად თქვენ თავს როგორც უვლით, როგორც თქვენ გიყვართ, როგორც უვლით თქვენს ოთახს ამის და მიხედვით არის სიყვარული განპირობებული თქვენთან. თუ თქვენ თავი არ გიყვართ ისე და არ აფასებთ მას, თქვენა ვერასოდეს ვერ შეგიყვარებენ ისე, რომ ყოველთვის ეყარებით რაღაც ლაითად, თუ თქვენ ძალიან გიყვართ თქვენი თავი და თვლით რომ ხართ წარმატებული, ბედნიერი, ლამაზი თქვენ ნაკლი არ უნდა იძებოთ არასოდეს იმიტომ რომ უნაკლო ადამიანები არ არსებობს სამყაროში არაფერი არ არსებობს უნაკლო თქვენ ყოველთვის პოზიტიურად როდესაც იქნებით განწყობილი თქვენ თავის მიმართ აუცილებლად სხვა ადამიანები დაგინახავენ პოზიტიურად ლამაზად თუ თქვენ თვლით რომ მე ვარ უშნო ყველა დაგინახავთ როგორც უშნოს იმიტომ რომ თქვენ ამას თქვენ თავს უქმნით თქვენ აი როგორც ენერგიას ქმნით თქვენს გარშემო თუ თქვენ ჩათვლით რომ ხართ წარმატებული შეყვარებული ლამაზი სულ ერთია თქვენი საკუთარი თავის სათითაო ნაკვთი შეიყვარეთ თმისღერი შეიყვარეთ არ იწუწუნოთ ვაიმე მე ისეთი თხელი თმა მაქვს მცვივა ან მე ისეთი ფჩხილი მაქვს მტყდება არა მე ყველაფერი კარგად ამა ყველაფერი კარგად იქნება ეცადეთ სხვანაირად შეცვალოთ საკუთარი თავის კრიტიკას უნდა მოეშვათ. პირველ რიგში ამით აი ყველაზე დიდად ამით იბლოკავთ პირველ რიგში თავს. მე არ აწუწუნდეთ ვაიმე მიმატოვეს ეს მიქნეს მიგატოვებს მამაკაცი რა არ მიგატოვებს, როდესაც საკუთარ თავს არ მოული, არ დააფასებ, არ შეიყვარებ და კიდევ ბევრი რიგითი რაღაცეებია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. დიდი მადლობა, სალამე. და ყოველთვის არასოდეს არ შეგრცხვით თქვენი კომპლიმენტი. აი მე ჩემ თავს მაგას ვასწავლი. როდესაც რამე კომპლიმენტს მიიღებ, ვაი მე რა ლამაზად გამოვიყურები, რა კარგად გაცვია. დიახ, დიდი მადლობა, მართლა ლამაზად გამოვიყურები. ზუსტად ესე უნდა დავაბრუნოთ პასუხი. აუცილებელია სირცხვილის გრძნობა თუ გააქვთ, უნდა ამას ებრძოლოთ. სირცხვილის გრძნობაც აუცილებლად, რომ აქ არაფერი თქვენს იგი ამათ უარყოფთ, არ იღებთ ამ ენერგიას, რაც თქვენ გამოგიგზავნეთ და გითხრეს. და აუცილებელია ისწავლოთ ამის მიღება. პირველ რიგში დავიწყოთ საძინებლიდან.
ჩვენ ვებგვერდზე თიკას fenshui.com-ზე ან fenshui.ზე შეგიძლიათ გუას რიცხვის გამოთვლა. უტყუარი არის სხვა საიტებზე არის ძალიან ბევრი შეცდომა, ეს არის გასწორებული, იმითაც კი არის გასწორებული 2010 წლიდან რაღაც ცვლილებები რაც არის, აქედან გამომდინარე ჩვენ საიტზე მიიღებთ სრულად და ნამდვილ ინფორმაციას და აქ არ იქნება არაფერი შეცდომა. გამოთვლით თქვენი გუა. ეს გუა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველანი ვართ ინდივიდუალურად განსხვავებული ადამიანები, ჩვენი დაბადების წელიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირ ენერგიებით ვივსებით. ზოგი არის დასავლეთის ადამიანი, ზოგი არის აღმოსავლეთის ადამიანი. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის თქვენთვის სწორად შეერჩეს თქვენი საძინებლის ლოგინის თავი. თუნდაც კუთხე, სად დაალაგებთ თქვენ ნივთებს, სად დაალაგებთ თუნდაც თქვენ საყვარელი ადამიანის ფოტოებს. ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებელია ვიცოდეთ რა არის ჩვენი გუა. რადგან გუათი გავიგოთ ჩვენი 4 დადებითი მხარე და 4 უარყოფითი მხარე. 4 უარყოფითი მხარე არის, რომელსაც აუცილებლად უნდა ყველანაირად ერიდოთ. ყველანაირი წარუმატებლობა და ყველაფერი მოდის აქედან და ეს წლების განმავლობაში თუ გროვდება, მე ადამიანები ავათხდებიან, ეს ხდება, ის ხდება, მოკლედ მე ამის მოგვარება არის ისევ წლებს იჭერს და იკავებს და მოკლედ ძალიან დიდი ძალისხმევა და დაგჭირდებათ 1000 ტრეინინგი, იმის გავლა და აქედან გამომდინარე თავიდანვე მიაქციოთ ყურადღება და აღმოფხვრათ ეს ჯობია. გუას მიხედვით სიყვარულის მხარეს უნდა დავდოთ საძინებელში ლოგინი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ გძინავთ. ენერგიები მოდის თქვენს უკან, აი დაწოლილი ხართ, აი ყველას აი სადაც ბავშვს ყიფრი ბანდი, აი კიდაც შემოდის ენერგიები. აქ შემოდის ენერგია, თქვენში შედის, მთელი ღამის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენ გძინავთ ცუდი ენერგიის მხარეს, თქვენ იღებთ რამხელა დარტყმებს სტრესს აყენებთ თქვენ მარტო ორგანიზმს არა, იმიტომ ორგანიზმი ნელა-ნელა რო იღებს, მე ხო ავათაც ხდებიან. და ისედაც თქვენი სამსახურში პრობლემები, ფინანსური პრობლემები, სიყვარული, ქმრის ღალატი, ყველაფერი აქედან მოდის. მიტოვება, დაშორება, ყველაფერი ეძებეთ თქვენ საძინებელში. ნუ თქვენ თავშიც თავიდან, იმიტომ დავიწყეთ ხლა შესავალებო გავაკეთეთ, ჯერ ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ, გამოვასწოროთ შტრიხები. ეს ერთ დღეში არ ხდება. აუცილებელი არის დრო, რა თქმა უნდა, დრო გჭირდებათ და შემდეგ უკვე საძინებელსაც მიხედავთ. საძინებლამდე შემოსასვლელიც მისახედია ძალიან ბევრს. მიყრილი, მოყრილი, მტრიანი, ჭუჭყიანი, ჩაბნელებული შემოსასვლელი არის პირველ რიგში სიღარიბის ენერგიებს მოსაზიდი. თქვენ რაც არ უნდა fenshui-ის ნივთები დაკიდოთ, იქ ვერაფერი ვერ უშველით. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ დალაგება საკუთარი თავის, ჩვენი ტვინის და გონების, შემდეგ ჩვენი სახლის. აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის. თუნდაც ერთი ადამიანი დამისახელეთ, ვისაც თქვენ იცნობთ, არის წარმატებული, მდიდარი და არის ჭუჭყიან სახში ცხოვრობს, სადაც შესვლა შეგზიზღდებათ, არ მოგეწონება, თავზე აყრია ყველაფერი, მტვერია, ამ სისქეზე. მითხარით თუნდაც ერთი ადამიანი მთელი დედამიწის მასშტაბით თუ იცით ესეთი. არ არსებობს ესეთი ადამიანი, გინახიათ, მდიდრების სახლები მithundes ოქროსფერში კაშკაშებს, დონეზე უნდათ სიმდიდრის ენერგია მუდმივად ცირკულაცია აკეთოს და ავეჭცვლიან ძალიან ხშირად. ევროპაში ეს ყოველი შობისთვის ხდება. ძველი ავეჯი გაქვთ, ეს ენერგიები შემოაქვთ. აქ ძალიან იყენებენ fenshui-ს. ეს ავეჯი რაც გააქვთ ამათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში საქართველოში ამ სხვის ენერგიულ ავეჯს ყიდულად რესტავრაციას უკეთებთ და 100 წელი ხმარობთ, მე შვილებს ჩუქნით, შვილიშვილებს, შვილთა შვილებს, არიან გაჭირებულები, ღარიბები, წარუმატებლები, ვასწავლით მათ ამ ძველი ნივთების მოვლას, გაფრთხილებას, არანაირი ენერგია არ გააჩნია და მოკლედ ძალიან რთული თემაა, მაგრამ ასე არის, უნდა ისწავლოთ დიდრულად ფიქრი, რომ სიმდიდრის ენერგიები მოიზიდოთ. ასევე არის სიყვარულშიც. ვიწყებთ ყველაფერს თავიდან, ტვინში ვალაგებთ, როგორც გითხარით, საკუთარ თავს ვიყვარებთ, საკუთარ თავს ყოველდღიურად ვამკობთ. და შემდეგ გვიჩნდება იმის პრეტენზია, რომ სხვასაც უნდა უყვარდეთ.
დაიმხსოვრეთ, არავინ არ შეგიყვარებთ თქვენ თუ თქვენი თავი არ გიყვარებათ. თქვენ თავს აუცილებლად გაოფრთხილეთ. მოკლედ, ახლა რასაც ისევ გავაგრძელებ საძინებლიდან. საძინებელში, ესე იგი, რომ დავდგავთ ლოგინს, გუას მიხედვით, ასევე ძალიან საინტერესოა ხოლმე მთლიანი, როდესაც გვაქვს სახლის ნახაზი და სექტორი, რომელ სექტორში არის თქვენი საძინებელი განლაგებული იმ წელს, რომელი ვარსკვლავი ხვდება იმ თქვენ საძინებელს და საერთოდ რომელი მხარე არის სახლის. სამწუხაროდ მე აღარ ვაკეთებ უფასოდ მსგავს ნახაზებს, ძალიან ბევრი რაოდენობით მაქვს ჯგუფში გაკეთებული ნახაზები. სახლის ნახაზების გაკეთება გავხადებ ფასიანი. და მაქვს წინასწარ ჩაწერით, რადგან მაქვს ძალიან რთული გრაფიკი. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ესე იგი, სახლს ოთახში დავდგავთ, თქვათ, ლოგინი დავდგით სწორ დავაცარიელოთ, თქვათ, ოთახი და დავდგით სწორად. გაითვალისწინეთ, საძინებელში თქვენ მარტო ცხოვრობთ, თუ მეუღლესთან ერთად, თუ თქვენ ბოյფრენდთან ერთად არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი უნდა გქონდეთ წყვილი. როგორც თქვენთვის, ასევე მისთვის. ის ხმარობს არ აქვს აქ არანაირი მნიშვნელობა. ყველაფერი არის აუცილებელი, რომ იყოს წყვილი. ორი ბალიშის პირი, ვთქვათ, თუ ვთქვათ, პატარა ხალიჩები აქვთ ხოლმე დაფენილი, ორი ცალი უნდა იყოს, ორი კომოდი, არ არის საჭირო რაღაც სკამები, დივანკრესლები, საძინებელზე ძალიან ერიდეთ აბაზანა ტუალეტს. ძალიან ერიდეთ, არ ვიცი, ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ძალიან ეცადეთ, რომ ოთახი იყოს 4-ვე კუთხე გქონდეს. მიჭრილ-მოჭრილ კუთხეებსაც აქვს თავისი პრობლემები, იმას სხვანაირი მოგვარება უნდა. ეცადეთ, რომ ზემოთ არაფერი იყოს, არის ხოლმე ისეთი ბოძებივით არის გავლებული თქვენს თავზე, სადაც გძინავთ, არაფერი არ უნდა იყოს, უნდა იყოს სუფთა, ჩვეულებრივი და არ არის, მოკლედ არაფერი არ უნდა გქონდეთ თავზევით და მოპირდაპირე მხარეს და პირდაპირ კიდევ კარები არ უნდა გეღებოდეს, ეს სიკვდილის ნიშანია, ძალიან კარგად მოგეხსენებათ. ენერგიები პირდაპირ შემოდის თუ არა, თქვენში წარმოიდგინეთ რა ენერგია არ აქვს მნიშვნელობა, დაგიტაკევთ მთელ იმაზე შემოგივლით. არანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ სიკვდილის ენერგიებს ეძახიან ამას. სიკვდილის ენერგია ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან მალე ბავად გახდეთ და მე ეძებოთ ექიმებში რა გჭირთ. და საერთოდ ვერ გაიგოს ზოგმა ექიმა რა გჭირთ, იმიტომ რომ აქ ენერგიების დარღვევა გქონდეთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მიხარია გულებს რო ხედავ, სიყვარულის ენერგიებს უშვებთ, ძალიან კარგი, სიყვარულის ენერგიები გაუშვით, გულები გაუშვით, ერთმანეთს გაუგზავნეთ გულები ჩატში, მიესალმეთ, ეს იგივე იქნება მისალმების ჟესტი თქვენს მხრიდან. ეხლა რაც შეეხება თქვენი გუათი რაც გაქვთ სიყვარულის მხარე, ამ მხარეს აუცილებლად უნდა დავდოთ. ესეთი ლამაზი სანთლები, მე აქ კუთხე მაქვს მოწყობილი თქვენთვის, რომელსაც აუცილებლად განახებთ. წყვილი სანთლები უნდა გქონდეს, Feng Shui Mandarin Ducks ეძახიან, ეს არის სიყვარულის იხვები, ყავს ესევე გედები. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, წყვილი ფრინველი არის სიყვარული. ეს იქნება ფარშევანგები, ეს იქნება იხვები, რა იქნება არ აქვს მნიშვნელობა, ჩიტები, ფერებს აქვს ძალიან მნიშვნელობა. ახლა ორცალ ყავს ნამდვილად არ დაიდოთ, თქვათ, ან ორცალი ბუო, ამ ჩიტებზე არ გვაქვს საუბარი. ფერადი ლამაზ ჩიტებზე არის საუბარი. მაგრამ კონკრეტულად უფრო ეცადეთ ეს ორი გედი ერთმანეთს რო ეხუტება, ეს ორი იხვი, ესეთი რაღაცეები. ეხლა ვეცდები განახოთ მე ჩემი რაც მოგიწყეთ. კუთხე მოგიწყეთ, ესე რომ დაახლოებით განახოთ. ლოტოსის ყვავილები მიდევს მე მაგალითად ეს უბრალოდ თქვენთვის მოვაწყე რომ მენახვებინა სურათი უნდა დადოთ თუ არ აყავთ რჩეული უნდა დადოთ ბედნიერი ადამიანების წვილის სურათი სადაც არიან ძალიან ბედნიერები იღიმიან ფოტოდან დადეთ ესეთი ფოტო
ძალიან კარგი პატარა მინერალის ხეების დალაგება ასევე მე დავალაგე ყვავლები ესე მაგრამ მაქვს საძინებელში ორი ცალი ლოტუსი რომელიც ასევე ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ კვარცები ეს დიდი ნატეხები მაქვს მე მაგრამ ჩვენ გვექნება ძალიან მალე ესეთი პატარა ვარდისფერი კვარცები შეგიძლიათ დაალაგოთ შეგიძლიათ არა აუცილებელია რომ დაალაგოთ როგორც სიყვარულის ნიშნად ორი ცალი სანთლები თავისთავად მე ხო წითელი მაქვს ვარდისფერი წითლები არის ძალიან კარგი სტიკერები ეს პატარა სტიკერი მაქვს საჩვენებლად მოტანილი ორმაგი ბედნიერის სტიკერები ორმაგი ბედნიერის ფიგურები არის ტარას სურათი მე ხას შეგნებულად დავამაგრე ტარას სურათი ფოტომიდევს იქ ტარას სურათი აუცილებლად ძალიან კარგი არის თუ ტარასი და თქვა ბუდასი და ესეთი მსგავსი ნივთების ქონა არ გინდათ მე აღნიშნე კიდევაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად მართლმადიდებლური ხატები გამოიყენოთ აქ არაფერი არ არის საწინააღმდეგო და თუ საერთოდ არაფრის არ გჯერათ არ გწავთ და უბრალოდ ენერგიები გაინტერესებთ და თქვენთვის რელიგია საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს შეგიძლიათ თქვენი ფოტოები გამოიყენოთ ყველაფერი იმუშავებს ამაზე არ ინერვიულოთ მე ხარ ბუდა მოვიყვანეთ ჩემთვის უბრალოდ ის ძალიან კარგი არის ბუდასაც შეგიძლიათ ხოლმე პატარა ბუდები დასვათ და სიყვარულის ამბებზე მოიხმაროთ მე მაქვს ასევე განახებთ ტარას ფენშუის სარკე ესენი გვექნება ერთ კვირაში სარკეები ისედაც ჩვენ გვაქვს სიყვარულის ბარათის სარკეები და ასე შემდეგ და მოკლედ აი დაახლოებით ძალიან ისეთი მარტივად მოვაწყე ხოლმე თქვენთვის კუთხე აი განახებთ დაახლოებით აი ესე რაღაცა პატარა კუთხე უნდა მოაწყოთ და ყოველ საღამოს სანამ დაიძინებთ სანთლები ცოტა ხანი მაინც უნდა აანთოთ ესე დავბრუნდი გადახეხა მოკლედ დაახლოებით გასაგებია ალბათ კიდევ რას ეძახიან თუ თქვენ გასათხოვარი ხართ და გინდათ რომ ცხოვრებაში თქვენზე მაღალი პიროვნება იყოს ან წარმატებული არ თქვენზე მეტი გქონდეს ან მოკლედ მაშინ სანთლად ერთი ცალი უნდა იყოს დიდი ერთი ცალი უნდა იყოს პატარა ну ძალიან პატარა არა მასზე პატარა და ის პატარა თქვა თქვენი სახელის მსგავსად იყოს შეარქვათ რომ სახელის ვარ მე და ეს არის თქვათ ვიღაცა ეხლა აი ჩემი კვარცის იხვები არ ვიცი ამდენად დაინახეთ არ გავამახვილე ყურადღება იმდენად აი ჩვენი იხონები არის ასეთები მე მაქვს ლილიანტოს მალაზიდან გამოგზავნილი იხვებიც ხის არის 15 ლარად გვაქვს კვარცები ამ ბოლო დროს თითქოს არ მომაქვს თუ ძალიან არ მთხოვეს იმიტომ რომ ძალიან გაძვირდა მისი ფასი ამ იხვების და აქედან გამომდინარე ბოლო დროს სურველი არ ყავდა თუ სურვილი გექნებათ მის გავსი იხვების მაშინ წინასწარ უნდა მითხრათ და არ იქნება პრობლემა ეხლა რაც შეეხება კიდევ ფეხსაცმელები საძინებელში ფეხსაცმელები არის საკმაოდ დიდი პრობლემა უნდა ეცადოთ ისე ჩაალაგოთ რომ არაფერი ენერგიები არ კონდეს და საერთოდ ეცადეთ საძინებელში ფეხსაცმელი საერთოდ რა გქონდეთ მაგრამ ზოგ ძალიან პატარა სახლი აქვს და აქედან გამომდინარე მოუწევს კიდევ რა არის ესეთი რაღაცები რომ ტანსაცმელები უკიდიათ აქვს სპეციალური საკიდები გაკეთებული ეს ტანსაცმელი ჩანს ან თქვათ აქვს ისეთი კარადები საძინებელში სადაც ეს სამოსი ჩანს ეს არ შეიძლება იკრძალება ფენშუის მიხედვით ხელს უშლის პირველ რიგში ჩვენ ხოლმე დღეს საუბრობთ სიყვარულზე ხელს უშლის სიყვარულსაც მარტო სხვა რაღაცებს არა სარკეები არის ყველაზე დიდი პრობლემა არის სარკეები სადაც არ ჩანხართ მაგალითად საძინებელში მაგრამ სარკეს დაფარვასაც გეტყვით ყველა
ფენშუის სპეციალისტი, რადგან სარკეებსაც აქვს ავისივე ენერგიები და არ არის სასურველი. კიდევ კომპიუტერი, ტელევიზორი, მსგავსი რასაც ანარეკლი აქვს, თითქმის ყველაფერი იკრძალება. საძინებელი უნდა იყოს მოსვენების და სიყვარულის ადგილი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გყავთ, მეორე ნახევარი თუ არ გყავთ. ამას როდესაც იფიქრებთ ესე, თქვენ რა თქმა უნდა წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება გექნებათ. როდესაც იფიქრებ იმისთვის, რომ თავარი მე საძინებელი მქონდეს და დავეგდო, დავიძინო, აი ზუსტად ზოგმა რო იცის, ხო? მთელი ცხოვრება ისე წაგივათ, რომ მართლა დასაგდება და დასაძინებლად გექნებათ, უბრალოდ სხვა არაფრისთვის, სიყვარული თქვენთვის არასდროს არ მოიცლის, რადგან თქვენ ეს არც გითხოვიათ და არც მოგდომებიათ და ასე თვლიდით თქვენ. მე ლოცვა მაქვს თქვენთვის დამზადებული სიყვარულის, მაგრამ საკმაოდ დიდი არის და ვიზავ წავიკითხავთ რამდენჯერ, ვეცდები ორჯერ წავიკითხოთ და მე თქვენ თვითონ ჩანაწერი იქნება და გამოიწერეთ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურში სადაც ხართ, თქვენი სიყვარულის ზონა მაგიდაზე. აი თუ მთელი დღე იხართ კაბინეტში ან სადმე აუცილებელია ახლა შეიძლება ფენშუის ნივთები ვერ დაალაგოთ, მაგრამ ძალიან ლამაზი ფარშევანგები არის. თუნდაც ერთი ცალი დაალაგოთ, დადოთ სიყვარულის მუდმივად აქტივაციისთვის და სილამაზის და 1000 რამისთვის არის ძალიან კარგი არის მოკლედ, მაგრამ ახლა არ გავცდები სიყვარულის გარდა არაფრის და ამიტომ სიყვარული და სილამაზისთვის გამოიყენეთ. დაიდეთ სიყვარულის ზონაში, მაგიდაც ისევე იყოფა ზონებად, როგორც სახლი იყოფა და ოთახი იყოფა და თქვენ და კიდევ თქვენი გუათი იჯექით ყოველთვის მუდამ სამსახურში. აუცილებელი არის. ეს აქაც ენერგიებს იღებთ და დაცული რო იყოთ ამ ენერგიებისგან აუცილებელი არის და გაითვალისწინეთ ეს. სცენარეები, რაც შეეხება სცენარეებს ძალიან იკრძალება, მით უმეტეს კაქტუსები არ დაილაგოთ საძინებელში, რომელიც სიყვარულზე გექნებათ საუბარი, ისეთ დარტყმებს მიიღებთ საერთოდ მაგ სფეროში და სცენარეებს ერიდეთ, საერთოდ არ არის საჭირო ცოცხალი სცენარე გედოთ საძინებელში ან რამე წყლის ენერგიები. ძალიან იშვიათად თუ ძალიან ცეცხლის ზონა და წარუმატებელი არის ადამიანი და საერთოდ არ უმართლებს და რაღაცა გვაქვს ხოლმე ესე რომ როდესაც სახლს გადავხედავ პირად გუას გადავხედავ ფენშუის სპეციალისტები ცეცხლის ენერგიას ვახშობთ ოღონდ სხვანაირად აი შეიძლება წყალი და წყლის შეიძლება რამდენიმე დღე დავადებინოთ მაგრამ თქვენ ეცადეთ რადგან თქვენ არ იცით წყალი საერთოდ არ გქონდეთ და ეს წყლის ფონტანები და საერთოდ მოძრავი წყალი არის ძალიან საფრთხილო ამიტომ ვდებ მე საათებს ვისაც გაქვთ ფონტანი ეს მოძრავი წყალი რა დროს უნდა ჩართოთ და ვენტილატორი. თქვენ რა გოგონია ზაფხულობით რო აქვთ ეს ჩართულიც 3 ოთახში, 4 ოთახში სადრას დადებენ. ძალიან მნიშვნელოვანია სად დადებთ, სად უბერავს. ვისაც არ აქვს ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი წყლის ფონტანები, პატარა ვენტილატორები შეიძინეთ, ამობეჭდეთ დოლარიანები, თქვათ, ფენშუის მონეტები რაღაცები დაკიდეთ, როდესაც ტრიალს დაიწყებს, რომ ინიაოს, თქვათ, ჩვეულებრივი დოლარებით შეგიძლიათ 1 დოლარიანები თუ იქნება და სხვა კუპიურები. სამსახურში მცენარე ძალიან კარგია. პირიქით და ესე, მაგრამ ეკლიანი არც იქ არ დაიდოთ. ეკლიანი მცენარე მხოლოდ გარეთ ეზოში, კარების შესასვლელში ოჯახის წევრებს მართლა დაიცავს. სახლში არანაირად არ არის ალოე რო ალოეა, იმასაც აივანზე თუ დახურული აივანი არის, დახურული აივანი იყო სახლი არის. აივანზე გაგვაქვს აქედან გაუმდინარე ბარდიც ეკლიანი არ შეიძლება სახლის. რომ დაიდოთ და სახლში გქონდეთ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ფერები, სიყვარულის ფერები, მნიშვნელოვანია თქვენი ოთახის ზონა, რა სექტორი უფრო სწორად, რა ელემენტით არის მართული, თქვათ წყლის ენერგიები თუ არის, ბალანსი უნდა მოვახედინოთ იქა. ყოველთვის ჩანს ხოლმე რა, იცით რა, როდესაც დაინახავთ, რომ თქვენ პირადში რაღაცა
ვერ არის და რაღაცა კამაჩი და რაღაცა საძინებელში არ ხდება წესიურად და აი რასაც იტყვიან გენერალურ უბორკას რო ეძახიან და მარტო საახალწლოდ რო აკეთებს ზოგი ეს უნდა გააკეთოთ ყოველ თვე და გადამოალაგოთ აი ცხოვრებაში რაღაცა გენგრევად რაღაცა წავიდა ძალიან ცუდად სიყვარულში ეს ფინანსებში რა არ აქვს მნიშვნელობა დაიწყეთ სახლის დალაგება გადმოყარეთ ყველაფერი, გადაყარეთ ძველი ნივთები, მოიშორეთ ცუდი მოგონებებთან არის დაკავშირებული ყველაფერი უნდა მოიშოროთ. არაფერი არ შეინახოთ ისეთი, რასაც არ იყენებთ. რაც არ გჭირდებათ, მოიშორეთ ყველაფერი. მიეცით ისეთ ადამიანებს, ვისაც ჭირდება და ვისაც დაეხმარებით და იხმარს. ასევე აი ტასაცმელზეც მაგას იძახიან, რომ თუ ავადმყოფობთ ხშირად, ესე იგი ეს ტასაცმლიდან არის გამომდინარე რა, უკვე და გადახედეთ, აბა გარდაერობს, იქნებ თქვენ 15 წლის წინანდელი 60 გაქვთ ისევ და იმას არც ენერგია აქვს და საერთოდ ცუდ ენერგიას ატარებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავს რაღაცებს ყურადღება მიაქციოთ. საძინებელში კიდე ღალატთან დაკავშირებით რაღაცებს გასწავლით. საძინებელში რა უნდა გააკეთოთ, რაც გამოადგება. საძინებელში ყოველთვის ძალიან გადაჭარბებული სიციკლეც არ გინდათ და არ ძალიან გადაჭარბებული ვარდისფერშიც არ გინდათ. იმიტომ რომ ძალიან ზედმეტობამ შეიძლება ძალიან აგრესიაც გამოიწვიოს ამდენმა წითელმა და ცეცხლის ენერგიამ და შეიძლება საერთოდ ოთახი იყოს ცეცხლის ენერგიაზე და იქ მართლა სიყვარულის ხანძრის ანთების მაგივრად ჩახოცოთ ერთმანეთი და არც ესე არ გვაწყობს. აქედან გამომდინარე ყოველთვის ეცადეთ რომ ეს ყვავილები და ეს რაღაცები იყოს ოდნავ აი გარდამავალი ფერები ეცადეთ თეთრეული არ იყოს ეს საშიში და სიკვდილის ნიშნები და ჩონჩხები და რაღაც ესეთი რაღაცები საძინებელში არ გქონდეს ყოველთვის აი რაღაც სიყვარული ჩადეთ სათითაო ნივთს თუ ბალიშსაც რომ იყიდით აი იმაშიც რაღაცა ისეთი დაინახეთ რომელიც იფიქრეთ, მე რა ბედნიერიც თქვენ არ უნდა იყოთ და როგორ ძალიანაც თქვენ მეუღლეს არ უნდა უყვარდეთ. ყოველთვის იფიქრეთ, რომ ყველანაირი ურთიერთობას რაღაცა მოსდის და ყოველთვის უნდა მას გაფრთხელა. აქედან გამომდინარე, უნდა ყოველთვის ყურადღებით იყოთ. რომ მე ეს პრეტენზიები არ გქონდეთ და მე რომ იმის პრობლემები და არ იკითხოთ 15 წიგნი და 1200 კითხვა არ გაგიჩნდეთ, აი რატო არის ჩემთან ასე და ყველაფერი მოდის თქვენ თავიდან ჯერ და თქვენ შემდეგ თქვენი რა ქვია საძინებელიდან. საძინებელში ფოტოებს ძალიან დიდი რაოდენობით და ცხოველების სურათებს და მსგავს რაღაცებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უშვილოა წვილი თავთნებას ფოტოებსაც ბაჭიების ფოტოებს ვთავთ ან ჩიტების ნუ ბაჭიები არის გამრავლებადი ოღონდ ოჯახის სახით დანარჩენი ეს ერთი მარტოსული ადამიანი რო არის გამოსახული და ნახატები და ეს სამი თაობის წინანდელი რაღაცა სურათები და ეს ანტიკვარებზე და ეს რაღაცა ესენი საძინებელში არ გამოგადგებათ არ მოგიტანთ საძინებელში კი სახშიც არ გამოგადგებათ არ მოგიტანთ დიდ წარმატებებს და ესეთი ძალიან ცნობილ ადამიანებსაც წარმოიდგინეთ ინგლისის სამეფო მოგეხსენებათ არის ძალიან ესეთი მუზეუმში აქვს გატანილი თუ ვინმე ყავდათ არავის არ აქვს საკუთარ საძინებელში ჩამოკიდებული ვიქტორია ფოტოები და არავის არ აქვს მაქსიმალურად გათანამედროვებული აქვს და ის უნდა და შედარებები მოიტანოთ ესეთ რაღაცებთან ძალიან მნიშვნელოვანი არის აქედან გამომდინარე დიდი ბებიის ფოტოებს და მსგავს რაღაცებს და მიცვალებულის ფოტოები აუცილებლად მოასვენეთ, გაანებეთ მეცვალებულებს თავი, მათ მიეცით სულიერი სიმშვიდე, ჩადეთ უჯრაში მათი ფოტოები. გაიხსენეთ სიყვარულით მხოლოდ, არ არის აუცილებელი ცრემლების და ტერილის და უბედურობის ენერგია მოიზიდოთ. იმიტომ რომ სამყაროში არაფერი არ იკარგება, არაფერი არ ხდება. არსად არ მივდივართ ამ დროს. აქვე ვართ. ეხლა გადავხედე რომ არაფერი დამავიწყდეს მე თქვენთან. ტიგრამაზე იყო საუბარი კიდე, აი ბაგუას განახეთ ეს არ დამავიწყდეს. ეს გახლავთ ბაგუა. ბაგუას სარკე. სიყვარულის ტიგრამა არის, აი ეს, დააკვირდით.
ამის ამობეჭდად შეიძლება საძინებელში დადება. ეს არის უძლიერესი სარკე, დამცავი, რომელიც ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ, გვაქვს სხვადასხვა დიზაინში. ეს სარკეები იყიდება მთავარი კარების ზევით. სარკე იცავს ყველანაირი ნეგატივისგან და უბედურობისგან და ცუდი ადამიანებისგან, მათი ენერგიებისგან. და აქვს მას ყველა ზონის, ყველა სახის ყველა ზონაზე დამცავი, აი ეს ყველას აქვს თავისი მნიშვნელობა. და სიყვარულის არის ეს. აი ეს, რაც განახეთ. ეს დიაგრამა არის სიყვარულის. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ რატომღაც მეზობლებისერიდებათ და მსგავს რაღაცას მეზობელი რა შუაში საერთოდ თქვენ პირად ცხოვრებასთან ისიც არ მესმის ხოლმე, მაგრამ თუ არ დაინტერესდებით მეზობლების აზრებით, ძალიან კარგი არის თუ დაკიდებთ, იმიტომ რომ ფინანსების სიყვარული, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ყველაფერი ეს სასიკეთო ენერგიები თქვენ ოჯახში შემოდა, რაც მთავარია საკეთ თქვენ გიცავთ. ძალიან დიდი დამცავი არის და აუცილებელი არის ესეთი მსგავსი ბაგუები გქონდეს. თავარი კარების თავზე დაკიდებული. კიდევ რა სიყვარულის ზონაც გვაქვს ხო სახლში 4 ვარსკვლავს ყველაზე ძლიერად ვიყენებთ ჩვენ ფენშუი სპეციალისტები სიყვარულის 4-იანშიც ასევე სიყვარულის ნივთების დალაგებას ვარდისფერი კვარცების რაღაცეების ესეთი 2 ცალი ყვავილის თქვენი ხელით დახატეთ გააფერადეთ მე მოგეცით ორმაგი ბედნიერების, აი რაც კედელზე მქონდა განახეთ, ამის გასაფერადებელი მანდალა, ძალიან გასაფერადებელიც არ არის, მაგრამ თქვენ მასში ჩადებთ ენერგიებს და ვთქვი რომ ამობეჭდილი გქონდეთ ესენი, რადგან როდესაც სემინარს დავიწყებ რაღაცას გასწავლით მეთქი და რას გასწავლით როდესაც განმარტოვდებით და წყნარად თქვენთვის შვიდად იქნებით, შეგიძლიათ სიყვარულის ენერგიები გაუშვათ, აი ხა გაუშვით ჩემთან ლაივში სიყვარულის ენერგიები გულები დამანახეთ, აი ესეთი სიყვარულის ენერგიები გაუშვით თქვენში შემოვიდეს ეს ენერგიები, დააწნადით, დამშვიდით და ქრთალი ფანქრით აიღეთ თქვენი სიყვარულის სურვილი დააწერეთ ქრთალად. ამ გასაფერადებელს დააწერეთ ესე მფრთალად თქვათ მე შენ მიყვარხარ სულ ერთია ჩვენ ხო ვიცით ის შენ ვინ არის არ არის აუცილებელი გონება მიცის და ფერები და თქო უნდა ვიცით რომ წითელია მაგრამ თქვენთვის სხვა ფერი წამოგივათ აიღეთ თქვენი ფერები და აი რა ფერებიც წამო აი წარმოიდგინეთ ეს ადამიანები მთელი ენერგია ჩადეთ ამაში სიყვარულის ენერგია ჩადეთ ამაში ეს მთელი სიყვარულით გააფერადეთ, მიუძღვენით ეს ამ ადამიანს, ამ პიროვნებას, ან მომავალ სიყვარულს. თქვენ ხო ყავთ თქვენი იდეალი, ყველა გოგო 5 წლის მერე უკვე ოცნებობს პრინცზე. არ არსებობს ვინმეს არ ყავდეს თავისი იდეალი. აქედან გამომდინეთ, თქვენ მას მიუძღვენით. თქვენ მას უნდა თუ ეხლავე პატივს არ ასცემთ, თუ თქვენ მას არ ჩათვლით, რომ ის თქვენთან არის, ის არასოდეს არ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა ეცადოთ, მე სემინარზეც ვთქვი, გასათხოვარი გოგოები, რომლებიც ხართ 35 წელს გადაცილებულები და უკვე ამაზე ნერვიულობთ, წაბრძანდით, იყიდეთ მამაკაცის ოთახის ჩუსტები და დაულაგეთ შემოსასვლელში. თქვენ მას ერთი ნაბიჯი გადადგით და ფაქტიურად მოიპატიჟეთ. ესეთი რაღაცები უნდა გააკეთოთ. გამოჩდება, სად წავა? ყველას გამოუჩნდება, მთავარი თქვენ არ დაბლოკოთ თქვენი თავი. როგორც დასაწყისში ვთქვით, მთავარია ჯერ თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი, რომ სხვამ აუცილებლად შეგიყვაროთ. კიდევ გადავხედო ახლა თუ რამე ისეთი არ გამომჩეს თქვენთან. საპირფარეშუები, აი, საპირფარეშუები, წეღამ კი ვთქვი, მაგრამ საპირფარეშოს გვერდით თუ არის საძინებელი, არ დაიზინოთ საპირფარეშოს ხარეს არაფრის დიდებით და ეცადეთ თუ ორსართულიანი სახლი გაქვთ საპირფარეშოს ქვევით არ გქონდეთ საძინებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ჩარიცხვის გარდა მთელი 1000 უბედურება მოაქვს წყლის ენერგია არის ყველაზე რთული და აქედან გამომდინარე.
მე ადრეც ხშირად მithქვია ტარასთან დაკავშირებით, ტარა არის ჩემი უსაყვარლესი ნივთი, არ ვიცი, თვითონ ტარა ძალიან დამეხმარა, როცა დამჭირდა, მაქვს აქედან გამომდინარე ძალიან დიდი გამოცდილება ტარას მხრივ, არის როგორც სასწრაფო დახმარება ტარა. როდესაც ხართ ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, არასდროს არ გადავარდეთ დეპრესიაში და არ ინერვიულობთ, არა. მიმართეთ ტარას, ვიცით რომ ტარა არის ომტარი ტუტარი ტურე სოხა, ეს 108-ჯერ უნდა ვთქვათ და შეგიძლიათ ეს ომტარი ტუტარი სოხა თქვათ 108-ჯერ და წარმოიდგინეთ ტარას დახმარებას თხოვოთ. თუ ტარა არ გაინტერესებთ და რაღაცა თქვენთვის სულ ერთია, წარმოიდგინეთ თქვენთვის მაცხოვარი, წარმოიდგინეთ ღვთისმშობელი, სულ ერთი არის და თუ საერთოდ არ არის რელიგიური ხართ, მაშინ ანგელოზების იმედი აქ ჯერათ, ანგელოზებს უნდა სთხოვოთ და მაღალ სულიერ ძალებს. თუ ახლა სამყაროში რო ყველაფერი არსებობს აქედან გამომდინარე, ვიცით და ასე რომ აუცილებელი არის კავშირი უნდა ყოველთვის გქონდეთ ამ წმინდა არსებებთან, აუცილებელი არის დადებითი ენერგიები მიიღო მათგან. სიყვარულის პრობლემებით მათ ესაუბროთ. ეხლა ახალ მთვარეობასთან დაკავშირებით თუ სიყვარულში გაქვთ რამე პრობლემები, ჩამოწერეთ ეს პრობლემები და ახალ მთვარეობას გაიღეთ ესეთი ვარდისფერი ფურცელი, დაწერეთ ეს პრობლემები, ჩამოწერეთ, თქვათ რა პრობლემების ხართ განომრეთ და ვარდისფერი სანთლის შუქზე დაწვით ეს პრობლემები. შემდეგ გაიღეთ მეორე ფურცელი და ამ პრობლემების გამოსასწორებლად რა უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, რომ ეს პრობლემები გამოსწორდეს, ეს ჩამოწერეთ. ჩადეთ წითელ კონვერტში. მომავალ ახალ მთვარეობამდე დავალოდოთ რა ცვლილებები იქნება და სიყვარულის ზონაში დავდოთ ეს. გასაგებია ხო? სიყვარულის ზონაში დავდოთ ეს. კიდე რა მინდოდა თქვენთვის ხო? გამახსენდა რაც მინდოდა. კიდე გვაქვს ფაჩულიზეთები. სიმდიდრის გარდა საპირისპირო სქესის ადამიანებს გაუცნობიერებლად იზიდავს, ზედარ დაისხათ, მაგრამ პატარა რაოდენობით ძალიან კარგი იქნება. ეხლა მე ლოცვას წავ. ძალიან დიდი არის როგორც გითხარით და მოკლედ აი შესავალი ესე აქვს. წესით ამლოცვის მერე თქვენ ძალიან უნდა გაგიმჯობესდეთ ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობები. ხშირად ეხმარებათ ეს ლოცვა, ვისაც სიყვარულის უკმარისობა აქვს. თუ ყოველ დღე თქვენ გაიცნობით რა წაიკითხავთ ამ ლოცვას, რა თქმა უნდა ძალიან დიდ შედეგს და ძალიან მალე მოიტანს, მაგრამ დაახლოებით 1 თვე მაინც უნდა აუცილებლად იმეოროთ ეს ლოცვა. არა მარტო საპირისპირო სქესზე მუშაობს ეს ლოცვა, ეს არის სიყვარულის ლოცვა, რომელიც სხვა ადამიანებისთვის თქვათ კეთილგანწყობილები იქნებიან თქვენს მიმართ. ამას ქვია ლოცვა მედიტაცია არის ეს იგივე, ძალიან კარგი არის თუ თქვათ აი ამ ლოცვის წაკითხვის დროს თქვენ წარმოიდგენთ კიდევაც რაღაცებს, ძალიან კარგი იქნება. ნუ რა გინდათ, როგორ გინდათ და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიწყეთ, თუ პასტა ფურცელი გაქვთ ჩაიწერეთ, თუ არა და შემდეგ შეგიძლიათ ამოიწეროთ ეს. სიყვარული მუდამ თავისუფლად მოძრაობს სამყაროში. შენგან ჩემთან და ჩემგან შენთან. მე ვივსები ყველანაირი მნიშვნელოვანი სიყვარულით.
სიყვარულის ენერგიებით. სიყვარული ღმერთის. მე ვარ მისი ამ სიყვარულის ნაწილი დედამიწაზე. ღმერთს ვუყვარ მე. მე მიყვარს მთელი სამყარო და მე მიყვარხარ შენ. მე მიყვარხარ შენ და შენ გიყვარვარ მე. მე ვაგზავნი სიყვარულის ნათელ კაშკაშა ტალღებს, ენერგიებს, სიყვარულის ენერგიებს და ის ბრუნდება უკან. ის ბრუნდება უკან ნამრავლის სახით. მე ვუსურვებ ჩემ თავს და ყველაზე საუკეთესოს. და ეხლა მე ვიღებ ამას უკან. მე მიყვარს ყველა სულიერი არსება პლანეტა დედამიწაზე. მთელს გალაქტიკაში, მთელ სამყაროში. და ყველას უსურვებ მხოლოდ ბედნიერებას და სიხარულს. და ყველა ჩემი ფიქრი არის ჰარმონიული, სავსე სიყვარულით. ყველა სულიერი არსებას მიმართ. და ასევე შენს მიმართ, ჩემს მიმართ, ჩვენი სამყაროს მიმართ. და შენი სიყვარულიც ასევე ჩემს მიმართ. და ჩვენ ერთად. ნაზი ტალღები ჩემი სიყვარულის და ყველა დაბრკოლებას მაშორებს მე ეს ტალღები. ჩემს გზაზე თუ რამე გადამეღობა, სიყვარულის ენერგიები მეხმარება. სიყვარული იპყრობს ყველაფერს. შენ მოდიხარ ჩემთან. და მე ესე ვარ. გელოდები შენ და შენ მოდიხარ ჩემთან. დადებითი ენერგიებით, სიხარულით. და მე ხვდები შენ სიხარულით და მადლიერებით. გიღებ შენ ჩემს ცხოვრებაში ისეც როგორიც შენ ხარ. და მე ეს მახარებს, მაბედნიერებს. და შენს ბედნიერ თვალებში ხედავ უფლის ღიმილს. რადგან ჩვენ ერთად ვიქნებით სამუდამოდ და ჩვენ ერთად ვართ სამუდამოდ. მე შენ მიყვარხარ. მე შენში მარადილ და უმაღლეს სიყვარულის წყაროს ვხედავ, რომელიც თავს იჩენს ყველა ჩემს სასიყვარულო ურთიერთობებში. მე ვარ განსახიერება მარადიული სიყვარულის. ნებისმიერ დროის. მე შემიყვარხარ, მე მიყვარს ჩემი თავი, მე მიყვარხართ თქვენ, მე მიყვარს მთელი სამყარო. ბოლოს 3 ჯერ. ალბათ სწრაფადაც არ წავიკითხე, მაგრამ არის ძალიან დადებითი. თუ თქვენში შემოიტანა ამ ლოცვამ რამე დადებითი, დამანახეთ გულები და კომენტარით რას ფიქრობთ, მოგეწონათ არ მოგეწონათ. მე პირადად ძალიან მომწონს, ძალიან ძლიერი ლოცვა არის. ამის მხრივ უნდა მიხვდეთ, რომ ესე იგი აუცილებელი არის სამყაროში სიყვარულის გაგზავნა. მარტო ერთი ადამიანის მიმართ არა. აუცილებელი არის თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი, გიყვარდეთ ყველა სულიერი არსება, გიყვარდეთ სამყარო, გიყვარდეთ თქვენი დედამიწა, თქვენი შეწყდა მე მგონი, ხო? თქვენი სახლი მარტო თქვენი სახლი არ არის, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი. კიდევ რა ვიცი, კითხვები თუ რამე გაქვთ? მე მგონი დღესთვის საკმარისი არის, გავაგრძელებ მეორე ნაწილსაც გავაკეთებ სიყვარულზე. თუ რამე კითხვები გექნებათ სიყვარულთან დაკავშირებით, გამომიგზავნეთ, რადგან გავითვალისწინებ და იმ თემებზე გაგცემთ პასუხს. ვისაც აუცილებლად ატარით სიყვარულის სამლიტები, ვისაც გაქვთ პრობლემები სიყვარულის სფეროში, მე მგონი აქ თქვენთვის მანტრაც მეწერა, მოვწერე. ერთი წუთი. მანტრას დაგიწერთ მე თქვენ ამ ტერიტორიას ხალხ კი ვიცით, მაგრამ კიდე მაქვს ერთი მანტრა, დაწერე უბრალოდ კომენტარებში დავტოვებ შემდეგ.
და ძალიან მინდა გიჟურ სიყვარულზე ვისაუბრო, ეს ძალიან ესეთი რო იცენ, გადაკიდება ადამიანზე და რაღაცას მსგავსი სიყვარულზე მინდა ვისაუბრო, ეს ძალიან სახიფათო არის და აუცილებელი არის ამის დარეგულირება, აქ გამომდინარე, აუცილებლად ვისაუბრებ გიჟურ სიყვარულზეც, მეორე ჩართვასაც გავაკეთებ, ვეცდები რომ ეს უახლოეს კვირაში იყოს, ან შაბათს ვნახოთ. თუ შევძელი და კითხვები რაც გვექნება ყველაფერი დამწერეთ ვიდეოს ბოლოში მე მანტრას მოგწერთ დღეს ეს არის ცხოვრებისეული ცვლილებების მანტრა და ვისაც ვიდეოს ყურება გინდათ თავიდან ჩართავთ და უყურებთ მოკლედ დამიკავშირდით მომწერეთ გიგზავნით ბევრ სიყვარულს, შეყვარით თქვენი თავი, მეორე ჩართვისთვის უკვე ყველამ უნდა მითხრათ, რომ გიყვართ თქვენი თავი, მე თქვენ მიყვარხართ და ყველამ დავწეროთ მე შენ მიყვარხარ, მე მიყვარს ჩემი თავი, მე მიყვარს მთელი სამყარო. Გამოვშვით სიყვარულის ენერგიები, გავუშვით, აი ესეთ სიყვარული, ბედნიერები იყავით, გოცნით ბევრს. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.